ეს არის უკანასკნელი ცნობილი ფოტო 12 წლის ჯარედ ნიგრეთზე. ავტოპორტრეტი, რომელიც მან 1991 წლის 19 ივლისს გადაიღო, იმავე დღეს, როცა ის ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა. ჯარედი ბოისკაუტების წევრი იყო და 19 ივლისი მისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. ეს იყო მისი პირველი ღამისთება ლაშქრობაში, სან გორგონიოს მთის მწვერვალზე, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში ყველაზე მაღალი წერტილია. ჯარედი დილა ადრიან ლაშქრობაზე 5 თანასკაუტთან და ერთ უფროს ხელმძღვანელთან ერთად გაემართა. ლაშქრობა როგორც დაგეგმილი ისე დაიწყო, მაგრამ დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის ჯარედი დაიღალა და დანარჩენ სკაუტებს ჩამორჩა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, იმისთვის რომ ლაშქრობის დამთავრების განრიგი დაცული ყოფილიყო, მან გადაწყვიტა ლაშქრობა დანარჩენ ბავშვებთან ერთად გაეგრძელებინა და ჯარედი მარტო დაეტოვებინა. გადაწყვეტილება, რომელიც მან მთელი ცხოვრება ინანა. მალევე სხვა ლაშქრობის ბიჭებმა დაინახეს ჯარედი, რომელიც მარტო ჩამოდიოდა მთიდან. ამასთანავე იგი სახიფათო გზებს ირჩევდა. ის ზიგზაგისებურ გზებს მოკლედ და პირდაპირ ჭრიდა. ბიჭებმა ჯარედი გააფრთხილეს, რომ ბილიკიდან გარე ტერიტორიებზე გადაადგილება სახიფათო იყო და როცა ჯარედის ჯგუფის სკაუტებს გაუსწრეს, ინფორმაცია ჯგუფის უფროსსაც უთხრეს, თუმცა უფროსმა მათი შეშფოთება არაფრად ჩააგდო და თქვა, რომ უკანა გზაზე ჯარედსაც წამოიყვანდნენ. სამწუხაროდ როცა დაბრუნდნენ, ჯარედი იქ უკვე აღარ იყო. ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ საქმე სერიოზულად იყო. ჯგუფი სწრაფად დაბრუნდა მთავარ ბანაკში და შუაღამისას დახმარება გამოიძახა, რის შედეგად დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამძებრო და სამაშველო სამუშაოები, რომელიც იმ რეგიონში ოდესმე ყოფილა. მომდევნო დღეებში მაშველებმა 130 კვადრატული მილის ფართობზე გაშლილი სან-გორგინოს ველური ბუნების ზონა საგულდაგულოდ დაათვალიერეს, მაგრამ ჯარედის კვალიც კი არ ჩანდა. მხოლოდ მესამე დღეს მათ იპოვეს პირველი კვალი, ანა ბეჭდი, რომელიც შეესაბამებოდა იმ მაღალყელიან სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც ჯარედს დაკარგვის დღეს ეწვა. იმავე ტერიტორიაზე იპოვეს მისი პირადი ნივთებიც, ჭამაში გამოყენებული ძეხვისა და ტკბილეულის შეფუთვები და ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოაპარატი, რომელიც მან ლაშქრობაში წაიღო. კამერაში სულ 12 ფოტო იყო, უმეტესობა ბუნების ხედები, რომლებიც ჯარედმა ლაშქრობის დროს გადაიღო. მაგრამ ბოლო ფოტო გადაღებული იყო მას შემდეგ, რაც ის უკვე დაკარგულად გამოცხადდა. ეს ფოტო ადასტურებდა, რომ ჯარედი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ის არანაირი ინფორმაციას არ იძლეოდა მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ფოტო დაბალი ხარისხის იყო და უკანა ფონში სრული სიბნელე, რაც თითქმის შეუძლებელს ხდიდა ადგილის იდენტიფიცირებას. შემდეგი 2 კვირის განმავლობაში თითქმის 3000 მოხალისე და პროფესიონალი მონაწილეობდა სამძებრო ოპერაციაში. ჯამში 45000 საათზე მეტი დაეთმო მთის უდაბურ ადგილებში ძებნას. მიუხედავად ამისა, პროგრესი არ იყო. 4 აგვისტოს 16 დღის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ძებნის შეწყვეტის ბრძანება გამოაცხადეს. ჯარედ ნიგრეთის გაუჩინარება დღემდე ამოუხსნელი რჩება. დაკარგვის მიზეზად კი რამდენიმე ვერსია გამოცხადდა. პირველი რომ გზა აებნა და დაიკარგა, მეორე რომ სახიფათო ფერდობზე ფეხი დაუცდა და გადავარდა. მესამე, ველური ცხოველის თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მეოთხე, გატაცებულ იქნა. $1999 წლის 15 ივნისს ფლორიდის ქალაქ პორტ-სენტ-ჯონში ერთმა ქალმა მაღაზიიდან გამოსვლისას პარკინგზე პოლაროიდის ფოტო შენიშნა. მან აპარატი აიღო და გადმოაბრუნა და იმ წამიდან ვერასდროს დაივიწყა რაც ნახა. ფოტოზე ჩანდა ახალგაზრდა გოგო და პატარა ბიჭი, დაბმული და ხელშეკრულები, თეთრი მინივენის უკანა ნაწილში. მათ პირზე წებოვანი ლენტა ჰქონდათ მიკრული. ქალმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია, მით უმეტეს რომ ამავე პარკინგზე ცოტა ხნით ადრე ზუსტად ასეთივე მინივენი დაინახა. მან მანქანის მძღოლიც აღწერა, რითაც შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის ესკიზის შედგენა, თუმცა მიუხედავად ტერიტორიის შემოსაზღვრისა, პოლიციამ მანქანის მძღოლი ვერ იპოვა. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს ფოტო უკავშირდებოდა დანაშაულს, რომელიც 2400 კილომეტრის მანძილზე ნიუ-მექსიკოში მოხდა. ამ დანაშაულის მსხვერპლი იყო 19 წლის სტუდენტი ტარა ალი კალიკო. 1988 წლის 20 სექტემბერს
ანუ ფოტოს აღმოჩენიდან დაახლოებით 9 თვით ადრე, ტარა ველოსიპედით გარეთ გავიდა. იგი ნიუ-მექსიკოს 47 მაგისტრალზე მიდიოდა. იმ დღეს მას შეყვარებულთან შეხვედრა ჰქონდა პირველის ნახევარზე. ამიტომ დედას სთხოვა, თუ შუაღამემდე არ დაბრუნდებოდა, იქიდან მას წამოეყვანა. 12 საათი გახდა, მაგრამ ტარა არ ჩანდა. დედა მანქანაში ჩაჯდა და ტარას მარშრუტზე დაიწყო მოძრაობა. რამდენჯერმე გაიარა გზაზე, მაგრამ ტარა ვერსად ვერ ნახა. ის სახლში დაბრუნდა და პოლიციას შეატყობინა. ძებნა მალევე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ნაპოვნი მტკიცებულება იყო კასეტის ლენტა, რომელიც სავარაუდოდ ტარას ეკუთვნოდა. მის ახლოს იპოვეს საბურავის კვალი, რომელიც მისი ველოსიპედისას ემთხვეოდა, თუმცა არც ტარა და არც მისი ვარდისფერი ველოსიპედი იქ არ იყო. მოგვიანებით კიდევ ერთი სამხილი, გატეხილი ყვითელი კასეტის პლეიერის ნაწილი იპოვეს. დედა ფიქრობდა, რომ ტარა გაიტაცეს და ეს ნივთები მან განზრახ დატოვა, რომ მისი კვალი ეპოვნათ. ამაზრს ამყარებდა რამდენიმე მოწმის ჩვენებაც. მათ დაინახეს ძველი პიკაპის მანქანა, რომელიც ტარას მიყვებოდა დაახლოებით 12-ის ნახევარზე. ამ დროს ტარა სახლში ბრუნდებოდა. მოწმეება ასევე თქვეს, რომ იგი ყურსასმენებს ატარებდა და როგორც ჩანს მანქანას ვერ ამჩნევდა. მოულოდნელად ტარას გაუჩინარებიდან 9 თვის შემდეგ ფლორიდაში აღმოჩენილი პოლაროიდის ფოტო გახდა საყურადღებო. ქალმა, რომელმაც ფოტო იპოვა, ტარას საქმე არ იცოდა, მაგრამ როცა ფოტომ მედიის ყურადღება მიიქცია, ის ტარას დედამაც ნახა. მას გოგონა მის შვილში აერია. ასევე შენიშნა, რომ ფოტოში ჩანს წიგნი, რომელიც ტარას საყვარელ ავტორს ეკუთვნოდა. ფოტოს იდენტიფიკაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა ერთმა ნიუ-მექსიკელმა ოჯახმა ბიჭი ფოტოზე ამოიცნო. ოჯახი ფიქრობდა, რომ ის მათი 9 წლის შვილი, მაიკლ ჰენლია, რომელიც 1988 წლის აპრილში სანადიროდ მამასთან ერთად ყოფნის დროს დაიკარგა. თუმცა 2 წლის შემდეგ მაიკლის ნეშტი ბანაკიდან 11 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ბიჭი დაიკარგა და საბოლოოდ ბუნებრივ პირობებში დაიღუპა. ეს ფაქტი კი ფოტოს რეალურ კავშირში ყოფნას ტარას საქმესთან ეჭქვეშ აყენებდა. გამოძიების უწყებებს სხვადასხვა დასკვნები ჰქონდათ. ზოგი ამბობდა, რომ ფოტოზე აშკარად ტარაა, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ტარას სახის სტრუქტურა პოლაროიდში ნანახი სურათისგან განსხვავებულია. მაგრამ თუ თეთრი მინივენის მფლობელმა ტარა არ გაიტაცა, მაშინ რა მოუვიდა? 2023 წლის 13 ივნის ვალენსიის საგრაფოს შერიფის ოფისმა მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელა. მიმდინარე ეტაპზე სამართალდამცავებს საკმარისი მტკიცებულება აქვთ, რომ საქმე გადასცენ რაიონულ პროკურატურას ბრალის წარდგენის განხილვისთვის. ეჭვმიტანილის ვინაობა და დეტალები დროებით დალუქულია და საჯაროდ გამოცხადდება მხოლოდ სასამართლოს ბრძანებით, ანუ თითქმის 40 წლის შემდეგ. საქმე საბოლოოდ გახსნასთან ახლოსაა. არსებული ინფორმაციით, ტარას ველოსიპედით შინ დაბრუნებისას მოზარდების მანქანამ შემთხვევით დაარტყა. შიშის გამო მათ ტარა გაიტაცეს და მოგვიანებით მოკლეს, რათა კვალი დაეფარათ. ზოგი ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მოზარდი ადგილობრივი შერიფის შვილი იყო, რამაც შესაძლო სამსახურებრივი დანაშაულის დაფარმა გამოიწვია. თუ ეს ვერსია მართალია, მაშინ ვინც არ უნდა იყოს გოგონა პოლაროიდის ფოტოდან, მისი ვინაობა კვლავ საიდუმლოდ რჩება. 1988 წლის 8 ივნის ლოს-ანჯელესში მდებარე ბანკომატმა დააფიქსირა 22 წლის ადგილობრივი მაცხოვრებლის მეთიუ ჩეისის სავარაუდო ბოლო მომენტები. დღე ჩვეულებრივ დაიწყო. მეთმა დღეს სამსახურში გაატარა. შემდეგ კი მეგობარ მდგმურთან ტერეზასთან ერთად ვახშამი მიირთვა. როცა ღამის 12:45 წუთზე მეთმა შენიშნა, რომ იმ დღეს მიღებული ხელფასი ჯერ კიდევ მაგიდაზე იდო. იმის გამო, რომ ანგარიშზე თანხა უკვე უმთავრდებოდა და აპარატში ჩარიცხვას მინიმუმ 24 საათი დასჭირდებოდა, გადაწყვიტა ჩარიცხვას დილამდე არ დალოდებოდა და მაშინვე წასულიყო. უახლოესი ბანკომატი მათი ბინიდან 2 კვარტლის დაშორებით იყო, მაგრამ რადგან უკვე გვიანი იყო, ტერეზამ ურჩია, რომ უსაფრთხოებისთვის თავისი მანქანით წასულიყო. ასევე სთხოვა, რომ მაღაზიიდან მისი კატისთვის საკვები წამოეღო. ამ ყველაფერს მაქსიმუმ 15 წუთი თუ დასჭირდებოდა, მაგრამ მეტი 1 საათის შემდეგაც კი არ დაბრუნებულა. ტერეზა მიფიქრა, რომ ალბათ უბრალოდ ქალაქში დადიოდა სუფთა ჰაერზე და დაიძინა, თუმცა დილით გაიღვიძა, ხოლო მეთიუ სახლში ისევ არ იყო. ტერეზა სასწრაფოდ თავის ძმას, სტივს დაუკავშირდა, რომელიც მეთიუსთან ახლო მეგობრობაში იყო. ერთად დარეკეს პოლიციაში და დაკარგულის შესახებ განცხადება შეიტანეს.
თუმცა რადგან მეთიუ 12 საათზე ნაკლები ხნის გაუჩინარებული იყო, პოლიციამ გამოძიების დაწყებაზე თავი შეიკავა. ამის გამო ტერეზამ და სტივმა გადაწყვიტეს მეთიუს კვალი თავად მოეძებნათ. სტივმა ბანკში დარეკა და მეთიუს შეისად გაასაღა თავი. ბანკის ინფორმაციით, მეთმა რამდენჯერმე სცადა თანხის მოხსნა, მათ შორის ერთხელ $280. ეს საეჭვო იყო ორი მიზეზის გამო. პირველი, $280 მეტისმეტად აღემატებოდა მეთიუს ბარათის ლიმიტს. მეორე, მეთიუს ანგარიშზე $100-იც კი არ იყო. ბოლო-ბოლო ფულის შესატანად მაგიტომ წავიდა. მეთიუს ეს ორი რამ აუცილებლად უნდა სცოდნოდა. ეს კი მიუთითებდა, რომ ვიღაცა აიძულებდა ტრანზაქციების გაკეთებას. ტერეზამ და სტივმა ეს ინფორმაცია ისევ მიაწოდეს პოლიციას და ამჯერად გამოძიება სერიოზულად აღიქვეს. მაშინდელი ბანკომატების უმეტესობას კამერები არ ჰქონდა. თუმცა ერთ მათგანს, რომლიდანაც თანხის მოხსნის მცდელობა ჰქონდა, კამერა მუშაობდა და ამან გამოძიებას მნიშვნელოვანი კვანძი მისცა. გამოსახულება მკვეთრი არ იყო, მაგრამ მასზე ჩანს მეთიუ ბანკომატთან და უკნიდან მოახლოებული უცნობი მამაკაცი. მეთიუს დაკარგვიდან დღენახევრის შემდეგ მისი ბარათი ისევ გამოიყენეს. იმ დროისთვის ჩარიცხული ხელფასი უკვე ხელმისაწვდომი იყო და უცნობმა პირმა ბარათიდან $400 მოხსნა. ამის შემდეგ პოლიციამ ბარათი დაბლოკა და როცა ისევ სცადეს გამოყენება, ბანკომატმა ბარათი შეინახა. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია დაამნაშავის იდენტიფიცირებაში არ დაეხმარა. დაბალი ხარისხის ფოტოს მიხედვით შედგა ეჭვმიტანილის ორი ესკიზი, მაგრამ ვერავინ იცნო. ბარათზე ანაბეჭდების შემოწმებამაც შედეგი არ მოიტანა. ის მთლიანად გასუფთავებული იყო. 27 ივნისს მეთიუს გაუჩინარებიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ ნაპოვნიქნა მანქანა, რომელსაც მეთიუ იმ ღამით ატარებდა და ყველას გასაკვირად იმ ბანკომატთან ახლოს იყო. ეს ნიშნავდა, რომ დამნაშავემ სავარაუდოდ ის მოგვიანებით მიიყვანა და დატოვა. მანქანაში ანაბეჭდები ვერ იპოვეს, თუმცა სავარძელზე აღმოაჩინეს ლურჯი ჰედბენდი, რომელსაც ეწერა ESPBSCLS. არსებული მონაცემებით ეს წარწერა ნიშნავდა East Side Playboys, ამ რეგიონში განგსტერების ჯგუფს. თუმცა მიუხედავად ამ კავშირისა, გამოძიებას დამნაშავემდე მისასვლელი კონკრეტული მტკიცებულება არ ჰქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ცოცხლად პოვნის შანსები სულ უფრო მცირდებოდა. საბედისწერო სიმართლე 1988 წლის 17 სექტემბერს გამომჟღავნდა. ერთმა ჯგუფმა მეთიუს ცხედარი ხევში იპოვა. მას თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. სხეულის გაკვეთით დადგინდა, რომ ის სავარაუდოდ გატაცებიდან რამდენიმე დღეში მოკლეს, შემდეგ კი ხევში გადააგდეს. ამის შემდეგ საქმე თითქმის 30 წელი გაუხსნელად დარჩა. 2018 წელს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ მეთიუს გაუჩინარებაზე მათ პასუხი ჰქონდათ. გამოძიების მიხედვით, მეთიუ მოკლულ იქნა 20 წლის ბანდიტის მიერ, სახელად დეივიდ მესა, მეტსახელად ბეარ. პოლიციამ დაადგინა, რომ ბანკომატზე დაფიქსირებული უცნობი პირი სწორედ ის იყო. ეს დაადასტურა ასევე მისმა შეყვარებულმაც. დეივიდი თავადაც მოკლეს. ის სროლაში მოყვა მეთიუს კვლელობიდან სულ რაღაც 2 დღის შემდეგ. ამან კი კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. რატომ უნდა მოეკლა ვიღაც მხოლოდ $400 გამო? დეივიდი მოქმედებდა მარტო, თუ ყავდა თანამზრახველები. და თუ დეივიდი რამდენიმე დღეში მოკვდა, ვინ დატოვა ტერეზას მანქანა დანაშაულის ადგილთან 3 კვირის შემდეგ? თუმცა ამ კითხვების მიუხედავად, 30 წლიანი მოლოდინის შემდეგ მეთიუს ოჯახმა სიმართლე მაინც ვერ იპოვა. 1998 წლის მარტში 23 წლის ეიმი ლინ ბრედლი გაემგზავრა საკრუიზო მოგზაურობაში თავის ძმასთან და მშობლებთან ერთად. თუმცა რაც ბედნიერი ოჯახური არდადეგებით დაიწყო, სულ რაღაც 3 დღეში შემზარავ კოშმარად გადაიქცა. კოშმარად, რომლისგანაც ბრედლების ოჯახი დღემდე ვერ გამოჯამრთელდა. 23 მარტის საღამოს ეიმიმ და მისმა ოჯახმა ერთ-ერთი გემის რესტორანში ვახშამი მიირთვეს. ოჯახის წევრების თქმით, ეიმი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, როგორც სხვა მგზავრებისგან, ასევე ეკიპაჟის წევრების და რესტორნის ბენდისგან, რომელიც იმ საღამოს უკრავდა. რამდენიმე მიმტანმა გემის გაცურებამდე ეიმის დაპატიჟებაც კი სცადა ხმელეთზე მდებარე ბარში, თუმცა ეიმიმ უარი უთხრა. ვახშმის შემდეგ ეიმი და მისი ძმა გემის ღამის კლუბში წავიდნენ, სადაც რამდენიმე საათი გაატარეს და დაახლოებით 4-ის ნახევარზე დაბრუნდნენ. ისინი აივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ. ცოტა ხანში ძმა დაწვა, ხოლო ეიმი აივანზე სავარძელზე დარჩა.
დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე მათი მამა რონი შევიდა ბავშვების სანახავად და დაინახა, რომ ეიმის მშვიდად აივანზე ეძინა. თუმცა როცა 30 წუთში ხელახლა მივიდა, ეიმი იქ აღარ იყო. რონი მიფიქრა, რომ ეიმი ალბათ გემის მთავარ დეკზე წავიდა და დაიწყო ძებნა. მაგრამ საათობით ძებნის მიუხედავად ის ვერს არ ნახა. მის ოთახში ყველაფერი ადგილზე იყო, მათ შორის მისი ფეხსაცმელებიც. როცა რონიმ ეკიპაჟს მომხდარი აცნობა, მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ეიმი გემიდან გადავარდნილიყო. იმ დილით გემი გაჩერდა და მასზე მყოფი 3000-ზე მეტი მგზავრი ჩამოვიდა. თუ ეიმი მათ შორის იყო, ოჯახს მისი დანახვის ან შემჩნევის შანსიც კი არ ჰქონდათ. ამიტომ ისინი გემის საფუძვლიანად შემოწმებაზე გადაერთნენ. თუმცა უშედეგოდ. შემდეგ კი რაღაც ძალიან უცნაური მოხდა. როდესაც ბრედი თავის დასს ეძებდა, მას მიუახლოვდა ღამის კლუბის ერთ-ერთი მუსიკოსი, ალისტერ დაგლასი, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა ეიმის გაუჩინარების გამო. მან ისიც თქვა, რომ გაუჩინარებიდან წინა ღამეს ის ეიმისთან ერთად ცეკვავდა. ეს მას მთავარ ეჭვმიტანილად აქცევდა, თუმცა შემდგომმა გამოძიებამ და წარმატებით ჩაბარებულმა პოლიგრაფის ტესტმა ალისტერი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოშალა. ამის შემდეგ ბრედლების ოჯახი და FBI გაერთიანდნენ კიურასაოს კუნძულის ძებნაზე, სადაც მათ პირველი დამაიმედებელი კვალი მიიღეს. ადგილობრივმა ტაქსის მძღოლმა თქვა, რომ ნახა ქალი, რომელიც სრულად ემთხვეოდა იმის აღწერილობას. სამწუხაროდ, ამ კვალმა მშობლები არსად მიიყვანა. ოჯახს სხვა გზა არ ჰქონდა. ისინი იძულებული გახდნენ ამერიკაში დაბრუნებულიყვნენ. შემდეგ 1988 წლის აგვისტოში კანადელმა ტურისტმა დეივიდ კარმაიკლმა კიურასაოს კუნძულზე დაინახა ქალი, რომელიც ეიმის ძალიან ჰგავდა. I looked down the beach and I saw a girl walking down the beach with being flanked by two people. The minute she heard I spoke English, she picked up her pace and was putting distance between her and the two people that were flanking her. I was 2 feet away from her. 2 feet. That's how close I was. I don't even have to think about it. It's 100%. It's not 99, it's 100. It's 100%. It was her. It was. დეივიდმა ისიც აღნიშნა, რომ ერთი მათგანი, ვინც გოგოს ახლდა, ალისტერ დაგლასის აღწერილობას ჰგავდა. შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს ამერიკელი საზღვაო ოფიცერი ესტუმრა ერთ-ერთ მოზარდთა დაწესებულებას კუნძულზე, რომელმაც უთხრა, რომ მას ეიმი ბრედლი ერქვა. სამწუხაროდ ოფიცერმა ეს ფაქტი არ გაავრცელა, სავარაუდოდ იმის შიშით, რომ სამსახურში ყოფნისას ესეთ ადგილას იყო. როდესაც ინფორმაცია გაჟღერდა, ის დაწესებულება უკვე დამწვარი იყო და მის შესახებ არსებული ჩანაწერები განადგურდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი ეიმის შესახებ 2005 წელს გამოჩნდა, როცა ინტერნეტში გავრცელდა მისი სავარაუდოდ გაზრდილი ასაკის ფოტოები. ამ ფოტოებმა და სხვა წინამინიშნებებმა მრავალი დაარწმუნა, რომ ეიმი შესაძლოა მოიტაცეს და ის ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა. მიუხედავად ამისა, ეს ფოტო და მისი თეორიები ვერ დადასტურდა და 2010 წლის 24 მარტს, ანუ მისი გაუჩინარებიდან 12 წლის შემდეგ, ეიმი ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადეს. შესაძლებელია, ეიმი მართლაც გემიდან გადავარდა და დაიხრჩო, ხოლო ის ქალი, ვინც კიურასაოზე დაინახეს და ინტერნეტში გამოჩენილი სურათებიც, უბრალოდ დამთხვევა იყო. თუმცა ასეთი რაოდენობის ფრაგმენტული მტკიცებულებები მიგვითითებს უფრო ბნელი დასასრულისკენ. და მათი უბრალოდ დამთხოვად მიჩნევა თითქმის შეუძლებელია.